თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ რუბრიკას განათლების გზამკვლევი. რუბრიკაში განათლების გზამკვლევი გაგაცნობთ ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობებს. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა განათლების გზამკვლევი და მე მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ამერიკული განათლების ქსელის წარმომადგენელი ქალბატონი თიკო ვარდიძე და ვისაუბრებთ საკმაოდ საინტერესო საკითხებზე, რომლებიც ახალგაზრდებისთვის ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც არიან აბიტურიენტები. გავიგებთ, რა შესაძლებლობებს თავაზობს ცენტრი არსებული მიმართულებით, რა გზის გავლა მოუწევთ აბიტურიენტებს და ასევე მნიშვნელოვან ნიუანსურ საკითხებზე. მოგესალმებით ქალბატონო თიკო და მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ნანა, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ქალბატონო თიკო, პირველ რიგში რა ვისაუბროთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ, ზოგადად რო გითხრათ ამერიკული განათლების ქსელი საქართველოში რას წარმოადგენს, რა მიზნებს ისახავს და რა საქმიანობას ახორციელებს. პირველ რიგში მიხარია რომ მაქვს შესაძლებლობა თქვენს მსმენელს გავუზიარო ინფორმაცია ამერიკული განათლების ქსელის შესახებ. აქვე დაგეთანხმებით, რომ ინტერესი და მომართვიანობა ნამდვილად გაიზარდა საზღვარგარეთ სწავლის მიმართ და ეს განაპირობა სხვადასხვა გარემოებებმა. ძალიან მოკლედ მოგიყევით ჩვენი ორგანიზაციის შესახებ. ამერიკული განათლების ქსელი საქართველოში 2006 წლიდან არის. მას აფინანსებს ამერიკული საბჭოები ვაშინგტონში და ამერიკის საელჩო საქართველოში. ინგლისურად მოვიხსენებთ როგორც Education USA. ეს არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო ქსელი, რომელიც მუშაობს მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველო არის მათ შორის ერთ-ერთი. ყოველწლიურად 14 მილიონზე მეტი ახალგაზრდა გადის კონსულტაციას მსოფლიოს მასშტაბით ჩვენთან ამერიკაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით. საქართველოში Education USA მუშაობს საერთაშორისო განათლების ცენტრის ბაზაზე, რომელიც არის ამ ქსელის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენი ოფისები მდებარეობს 5 ქალაქში, ესენია ბათუმი, ქუთაისი, თელავი, თბილისი და გვაქვს პატივი, რომ ერთ-ერთი ოფისი გქონდეს ახალციხეში. რაც შეეხება ჩვენს მისიას, ჩვენი ქსელის მისიას, მისია გახლავთ ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში უმაღლესი განათლების ხელშეწყობა მსოფლიოს მასშტაბით მოსწავლეებისთვის იყოს უზრუნველყოფილი, არსებული შესაძლებლობების შესახებ ზუსტი, ყოვლისმომცველი და აქტუალური ინფორმაციის შეთავაზებით, რაც მათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებასა და ამერიკის საგანმანათლებლო დაწესებულებებში წარმატებით ჩარიცხვაში დაეხმარება. მიზნებს რაც შეეხება, მთავარი მიზნები არის ის, რომ გაზარდოს იმ საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატების უმაღლეს სასწავლებლებში აგზავნიან საბუთებს, მიაწოდოს სანდო განახლებული ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების კოლეჯებისა და უნივერსიტეტების შესახებ. აქ მე კოლეჯებს ხშირად მოგეხსენებათ, რომ როცა ვსაუბრობთ ამერიკის სასწავლებელზე, მხოლოდ უნივერსიტეტი სიტყვა არ არის სწორი ფორმა, ხო? ვამბობთ უნივერსიტეტი ან კოლეჯი. მცირე სხვაობები რა თქმა უნდა არის, თუმცა ზოგად ჭრილში ამ ტერმინს გამოვიყენებ ხოლმე. ასევე მხარი დაუჭიროს პოტენციურ მოსწავლეებს, სტუდენტებს განაცხადისა და რეგისტრაციის პროცესში, ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებას და კულტურულ გაცვლას ამერიკულ შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს შორის. ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ, მიზანი გახლავთ ის, რომ დავეხმაროთ მოტივირებულ ახალგაზრდებს სააპლიკაციო პროცესში. ყოველწლიურად მინდა გითხრათ, რომ იზრდება საქართველოში მომართვიანობა და გასულ წელს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 32%-იანი ზრდა გქონდა მოსწავლეების განაცხადის გაგზავნის კუთხით. ძალიან სასიხარულოა, რომ ახალგაზრდების დაინტერესება ესე იზრდება და პროცენტული მაჩვენებლებიც ყოველწლიურად მატულობს. უფრო კონკრეტულად აბიტურიენტებისთვის რო ავხსნათ, რა ეტაპების გავლა მოუწევთ მათ იმისთვის, რომ ისარგებლონ თუნდაც ამერიკული განათლების შესაძლებლობებით. ძირითადად არის გვაქვს ასე ვთქვათ 5 მთავარი ეტაპი. პირველი ეს გახლავთ უნივერსიტეტის შერჩევა, რასაკვირველია აბიტურიენტმა, სტუდენტმა, მომავალმა სტუდენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს ხო საით სურს წასვლა, თუმცა ჩვენი დახმარებით ვარჩევთ მისთვის შესაფერის უნივერსიტეტს. მეორე ეს გახლავთ დაფინანსების შესაძლებლობების მოძიება, რადგან
ქართველი მოსწავლეების უმრავლესობას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თქვა $10,000 გადაიხადოს უნივერსიტეტში, თუმცა ჩვენ მას ვეხმარებით, რომ გარკვეულწილად მოიპოვოს დაფინანსება. მესამე ეს არის აპლიკაციის შევსება, უნივერსიტეტის განაცხადის შევსება. მეოთხე გახლავთ სავიზო განაცხადი, მნიშვნელოვანია რომ მოსწავლემ შეძლოს ვიზის მიღებაც, რა თქმა უნდა, და მეხუთე გამგზავრებისათვის საორიენტაციო მზადება, ანუ ეს ბოლო ეტაპი. ამ ეტაპებში თქვენი როლი, ჩართულობა, მხარდაჭერა როგორ გამოიხატება აბიტურიენტებთან მიმართებაში? ამ ნაწილში ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია ვახსენოთ ამერიკული განათლების ქსელის ლიდერობის აკადემია. ლიდერობის აკადემია ეს არის ონლაინ პლატფორმა, სადაც მოსწავლეები 9 თვის განმავლობაში გადიან ყველა იმ ეტაპს, რაც საჭიროა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადის გასაგზავნად. ძირითადად ყავს ვარჩევთ საქართველოს მასშტაბით მე-11-მე-12 კლასელებს, ასევე იმ ბავშვებსაც, ვისაც აქვთ ეგრეთ წოდებული gap year, ანუ გამოტოვებული წელი, ესე იგი სკოლის შემდეგ არ წასულან სასწავლებად უნივერსიტეტში და მათ ვამზადებთ, რათა სრულყოფილი განაცხადები გააგზავნონ ამერიკის შეერთებული შტატების სასწავლებლებში. ასევე ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მოსწავლეების ჩართულობას რეგიონებიდან, რაც უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ 59%-ს აჯარებებს. ეს მოსწავლეები, როგორც უკვე ვთქვით, 9 თვის განმავლობაში ემზადებიან სხვადასხვა კომპონენტში, როგორიც არის როგორ დაწერონ, როგორ შეავსონ აპლიკაცია, როგორ დაწერონ სამოტივაციო წერილი, როგორი უნდა იყოს მათი რეკომენდაციების წერილები და ასე შემდეგ. თუმცა თუ მოსწავლე არ არის აი ამ ლიდერობის აკადემიის წევრი, იმ წელს ასევე უნდა ვახსენოთ, რომ ახალციხიდან ძალიან ბევრი მონაწილე ყავს, რაც სასიხარულო ინფორმაციაა. ნუ დავუბრუნდები იმ ფაქტს, რომ თუ არ არის ჩვენი ლიდერობის აკადემიის წევრი, მაშინ მას ჩვენ თავაზობთ ონლაინ სესიებს ამ კონკრეტულ თემებზე, რაცაც კიდევ შევეხები, ინდივიდუალურ კონსულტაციებსაც ამასთანავე, ეს ძალიან მარტივად ხდება ჩვენი ონლაინ პლატფორმის Facebook-ის საშუალებით, სადაც ნებისმიერ მსურველს ახალგაზრდას შეუძლია დაჯავშნოს ჩვენთან კონსულტაცია და ინდივიდუალურად ჩვენ მრჩეველები, ადვაიზერები მათთან გავივლით დეტალურ ინფორმაციას ამ სააპლიკაციო პროცესთან დაკავშირებით. ვარჩევთ სასწავლებელს, განვიხილავთ დაფინანსების შესაძლებლობებს, ვეხმარებით სააპლიკაციო ეტაპზე თითოეულ დონეზე, მათთან ერთად ვკითხულობთ მათ სამოტივაციო თემას, წერილს, სრულ განაცხადს, ასევე დეტალურად გავივლით ყველა დოკუმენტს და ნუ საბოლოოდ ერთად უკვე ვგზავნით მოწესრიგებულ დოკუმენტაციას ამერიკის შეერთებული შტატების სასწავლებელში. თქვენ 5 ეტაპი ახსენეთ, რომლის გავლაც უწევთ აბიტურიენტებს და თქვენი მოსაზრებით რომელია ყველაზე რთული გარდამტეხი ეტაპი? და რატომ? თავის მხრივ ალბათ თითოეული ეტაპი საკმაოდ რთულია. ნამდვილად ასეა, ანუ მარტივი შეიძლება იყოს საკუთარ ბიოგრაფიაზე ზრუნვა, თუმცა შემდეგ უკვე როცა საქმე ეხება აპლიკაციების შევსებას და გაგზავნას, ძალიან ბევრი რთული საკითხია. ერთ-ერთს მე რასაც გამოყოფდი, ეს არის თავად აპლიკაციის შევსება იმ 5 მთავარი ეტაპიდან, რომელიც არის მრავლის მომცველი და მისი ერთ-ერთი ნაწილი არის სამოტივაციო წერილის მომზადება. სამოტივაციო წერილი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და საკმაოდ რთული ნაწილიც. აი მე პირადად აპლიკაციის პროცესს თვითონ განაცხადს მივიჩნევ როგორც რთული კომპონენტი. ბატონეთიკო, უშუალოდ აპლიკაციის შევსების დროს რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? ანუ მარტო აკადემიური მოსწრება თუ თქვათ სხვა უნარები, საზოგადოებრივი აქტივობების განხორციელება, სხვადასხვა არასამთავრობო, თქვათ ორგანიზაციების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და ასე შემდგომ. ექცევა თუ არა ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა? ნანა, ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე, რომ აი მოსწავლე მოგმართავს და გვეუბნება, რომ რა სკოლაში მაქვს ძალიან კარგი აკადემიური მოსწრება და ნუ მინდა დავაგზავნო განაცხადი ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს სასწავლებელში. მარტო მხოლოდ აკადემიური მოსწრება ჩვენ ვერ დაგვეხმარება, ხო? თუ მოსწავლეს გადაწყვეტილი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელება, დროულად უნდა დაიწყოს საკუთარ თავზე ზრუნვა. პირველი შეკითხვა ალბათ არის თუ როდის უნდა დავიწყოთ ამისათვის მზადება. ხშირად უშვებენ ხოლმე აი ამ შეცდომას მშობლებიც და მოსწავლეებიც, რომ გვიან მოდიან ჩვენამდე. მაგალითად ხდება, რომ შეიძლება მე-12 კლასში მოვიდეს მოსწავლე, როცა უკვე საკმაოდ დაგვიანებულია, რადგან ფიზიკურად დროში ვერ ჩავეტევით, ხო? განაცხადების მიღება ამერიკის შეერთებული შტატების სასწავლებლებში იწყება შემოდგომიდან და თუ კი მოსწავლე ჩვენამდე მოდის მაგალითად აკადემიური წლის დასაწყისში, ეს ნიშნავს იმას, რომ მე-12 კლასისათვის საკმაოდ რთული იქნება, ძალიან მცირე დრო გვექნება დარჩენილი და ფიზიკურად რამდენად შევძლებთ და მოვასწრებთ, რომ ყველა დოკუმენტი გავამზადოთ, არ ვიცი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მოსწავლის ბიოგრაფია იწყება მე-9 კლასიდან.
ამიტომ თადარიგი უნდა დავიჭიროთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ბიოგრაფიული მონაცემები, ხო? დროულად მიმართოთ ამერიკული განათლების ქსელს, სწორედ დავგეგმოთ ჩვენი მომავალი და დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია ჰობი, საზოგადოებრივ აქტივობაში ჩართულობა, არაფორმალურ ცხოვრებაში ჩართულობა, ტრენინგები, სემინარები და ასე შემდეგ. რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი არსებობს, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეს არის 21 საუკუნის უნარების განვითარება, ხო? რა თქმა უნდა, ჰობის განვითარება იხდება ხოლმე, რომ მაგალითად შეიძლება ძალიან აქტიური მოსწავლე იყოს არაფორმალურ განათლებაში ჩართული, თუმცა ყოფილა შემთხვევები, რომ უთქვამს, რომ არ მაქვს არანაირი ჰობი, არ მაქვს არანაირი ნიჭი. შეუძლებელია რომ ასე იყოს. მე მათთან ერთად დავჭდები ხოლმე და რუსო მკითხებს, რომ მაგალითად რა არის ის, რისი კეთებაც შენ გიყვარს, ხო? რაში გამოიხატება შენი რაღაცა თუნდაც ის მცირედი უნარები. რა ქსიამოვნებს, რას აკეთებ სკოლის შემდეგ და ასე შემდეგ. მსგავსი ტიპის კითხვებით ესე ვთქვათ, იდენტიფიცირებას ვახდენთ მოსწავლის ძლიერ მხარეზე. შეიძლება იყოს ისეთი ჰობი, რომელსაც შენ თვლი, რომ არ არის ღირებული, მაგრამ ამერიკის უმაღლესი სასწავლებლისთვის იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. ყოფილა შემთხვევები, რომ მაგალითად მათემატიკოსი უკრავს საქსაფონს და ეს არის რაღაცა არაჩვეულებრივი შერწყმა, იმიტომ რომ სად მათემატიკა და სად თქვათ ესეთი მუსიკალური ინსტრუმენტი, ხო? ჰობი, როგორც ასეთი, თვითონ ძალიან მნიშვნელოვანი არის მოსწავლის მთლიანი ბიოგრაფიის შექმნაში. ისევე როგორც საზოგადოებრივ აქტივობაში ჩართულობა. არის ხოლმე ძალიან ბევრი სამოხალისეო აქტივობები, არის სხვადასხვა ტრენინგები, პროექტები, ხო, ამ ყველაფერში უნდა მიიღოს მოსწავლე მონაწილეობა იმისათვის, რომ მისი ბიოგრაფია გახდეს ძლიერი და შესაფერისი ამერიკის უნივერსიტეტებისთვის. ეს სწორედ ამ საკითხს უკავშირდება შემდგომი კითხვა, ხდება თუ არა ინდივიდუალური სტრატეგიების შერჩევა აბიტურიენტებისთვის, გამომდინარე იქიდან რა უნარები აქვს, რა ინტერესები აქვს, ალბათ შესაბამისად უნივერსიტეტების მოძიებაც ამის მიხედვით ხდება და სტრატეგიის დაგეგმარება. ამაზე რა გვესაუბროთ უფრო მეტად. კი ბატონო, ნახეთ, ჩვენ ვაფასებთ, უბრალოდ უნდა შეფასდეს მოსწავლის როგორც აკადემიური მხარე, ისე არააკადემიური მონაცემები, ხო? ორივე მხარე არის ძალიან მნიშვნელოვანი. აკადემიურ მხარეში, როგორც ახლა ვახსენეთ, სკოლის ქულები, ხო? ნიშნების ფურცელი, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ მე-9 კლასის ზემოთ ყველა საგანში იყოს კარგი შეფასება. არის ხოლმე, რომ მათემატიკაში ვთქვათ ძლიერია, მაგრამ ისტორიაში აქვს დაბალი ქულა. ეს არ არის კარგი მონაცემი. ჯობს, რომ მე-9 კლასის ზემოთ ყველა საგანში ასე თუ ისე შევინარჩუნოთ კარგი ნიშანი, კარგი ქულა. ჩვენ გვჭირდება სუფთა, კარგი აკადემიური მოსწრება, ნიშნების ფურცელი. შესაბამისად, თუ ვთქვათ, რომელიმე საგანში მოვისუსტებ, ხო, და თან ჩემი მიმართულება არის ამ კონკრეტულ საგანში, ეს ნიშნავს, რომ უკვე არ მაქვს კარგი ბიოგრაფია. აუცილებლად უნდა იზრუნოს მოსწავლემ, რომ თავისი ნიშნების ფურცელი გაუმჯობესდეს, იყოს უკეთესი, იყოს პროგრესი და არ ჩანდეს უკუსვლა. ასევე არააკადემიური მონაცემები, როგორც ეხანაც ვახსენეთ, ხომ? ამას უყურებს უნივერსიტეტი და აფასებს როგორც ჰოლისტური მიდგომით, ხომ? რა მონაცემები აქვს მოსწავლეს, გარდა იმისა, რომ სკოლაში არის, თქვათ, ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე, რას აკეთებს სკოლის შემდგომ ცხოვრებაში, არის თუ არა ჩართული კლუბებში, აქვს თუ არა რაიმე ლიდერული უნარები, მონაწილეობს თუ არა რაიმე ტრენინგ სემინარებში, იქნებ თავად აქვს განხორციელებული რაიმე პროექტი, ხომ? ეს ყველაფერი აპლიკაციაში უნდა აისახოს. იქ, როდესაც აპლიკაციას ვავსებთ, ვუთითებთ top 10, ესე რომ ვთქვათ, ხო, top 10-ს ჩვენი აქტივობების. სადაც აუცილებლად უნდა იყოს როგორც აკადემიური მხარე, ისე ჰობი ან დამატებითი ინტერესები, რომ უნივერსიტეტმა ესა თუ ის მოსწავლე შეაფასოს როგორც მთლიანი, ანუ ჰოლისტურად რომ შეაფასოს, ხო? ანუ ნახეთ, თვითონ უნივერსიტეტებს რა თქმა უნდა, სურს რომ მიიღოს საუკეთესო მოსწავლე. საუკეთესო არა მხოლოდ აკადემიურ მხარეში, არამედ არასაკლასო ცხოვრებაშიც შესაბამისად, ეს მხარე არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში აკადემიური მხარე გადაწონოს არააკადემიურმაც კი. რა ვისაუბროთ ერთ-ერთ ეტაპზე, როგორიც არის რეკომენდაციების, ასე ვთქვათ, დაწერა და შესაბამისად ასევე სამოტივაციო წერების დაწერა. როგორ ხდება რეკომენდატორის შერჩევა, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება და რა არის მნიშვნელოვანი და ამასთანავე სამოტივაციო წერილზეც რო ვისაუბროთ, ძირითადად აქცენტები რაზე უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საინტერესო გახდეს აბიტურიენტი უნივერსიტეტებისთვის. კი ბატონო, როგორც ეხან ზემოთ ვახსენე, სამოტივაციო წერილი ჩემთვის მე მივიჩნევ, რომ არის ერთ-ერთი რთული მხარე ამ აპლიკაციის პროცესის.
რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან მასში მკაფიოდ უნდა ჩანდეს მოსწავლის мотиваცია, ხო, აი კონკრეტულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელებისათვის. და ამავდროულად უნდა გამოიკვეთოს მისი უნარჩვევები და უნიკალურობა, რომელიც თქვათ მისაღებია კონკრეტული სასწავლებლისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვთხოვთ უნივერსიტეტს, რომ ჩაგვირიცხოს და არა პირიქით, ხო, ჩვენ ვითხოვთ დაფინანსებას და ჩვენ ესე ვთქვათ ვეხვეწებით მას, რომ მოგვცეს ეს დაფინანსება. შესაბამისად, ჩვენი აკადემიური მხარე და мотиваციის წერილი უნდა იყოს მაქსიმალურად კარგად დაწერილი, სადაც კარგად უნდა დავასაბუთოთ, თუ რატომ გვინდა ამ უნივერსიტეტში სწავლა და რატომ ვიმსახურებ მე დაფინანსების მოპოვებას, რატომ ვიმსახურებ მე აი ამ უნივერსიტეტში ჩარიცხვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანხwebdriver იყოს აქტივობებსა, სამოტივაციო წერილსა და რეკომენდაციებს შორის, ხო? მნიშვნელოვანია, რომ რასაც მე დავწერ აქტივობაში, ეს დასაბუთდეს, დამტკიცდეს რეკომენდაციის წერილში. არ უნდა იყოს ერთმანეთსაგან აცდენა. მაგალითად, მე თუ რეკომენდატორად ვირჩევ ჩემს დამრიგებელს, სკოლის დამრიგებელს და ამ დროს წერ აქტივობაში, რომ სკოლის ფარგლებში განვახორციელე ესა თუ ის პროექტი, რა თქმა უნდა, ეს იცის შენმა კლასის დამრიგებელმა. თუ მან ეს არ ასახა რეკომენდაციაში, ესე იგი უკვე არის აცდენა. აი ამას გულისხმობ, როცა ვამბობ, რომ უნდა იყოს თანხwebdriver რეკომენდაციასა და აქტივობაში ან სამოტივაციო წერილში მოცემულ ინფორმაციაში, სადაც საკუთარ თავს წარადგენ და ასაბუთებ, თუ როგორი შესაფერისი ან კარგი ხარ აი ამ უნივერსიტეტისთვის. გარდა ამისა, სამოტივაციო წერილს შევეხები ისევ კარგად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს შენი და უნივერსიტეტის თანხwebdriverაც, ხომ? რა მისია აქვს ამ უნივერსიტეტს? რაზე აკეთებს აქცენტს? შენ აკმაყოფილებ თუ არა მის მოთხოვნებს? ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რაზეც ხშირად არ ამახვილებენ ხოლმე მოსწავლეები ყურადღებას და თავიდან გვიწევს ერთი და იგივე წერილის რამდენიმეჯერმე გადაწერა და ნულიდან დაწყება, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ სწორი მიმართულებით არ მიდიან ხოლმე. ხშირად ხდება, როცა იწყებენ სამოტივაციო წერილის წერას, გადადიან იმაზე, თუ რატომ უნდათ ამ უნივერსიტეტში მოხვედრა და არა იმაზე, რატომ აკმაყოფილებენ ან რატომ არიან შესაფერისები თავად აი ამ უნივერსიტეტისთვის. სააპლიკაციო ფორმის შევსებასთან ერთად ასევე რა გამოცდების ჩაბარება არის საჭირო და მათ შორის საერთაშორისო გამოცდები, რომელიც ენის დონეს დაადასტურებს აბიტურიენტის. კი ბატონო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა ეს არის საერთაშორისო სტანდარტული ინგლისური ენის ტესტი. შეიძლება ეს იყოს TOEFL, Duolingo, FC, IELTS ან რომელიმე სხვა, რომელსაც ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს. პირველი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მოსწავლე აკეთებს, ეს არის კონკრეტული უნივერსიტეტის მოთხოვნების გადახედვა, რომ ზუსტად იცოდეს, რომელი ტესტი არის მოთხოვნილი, რომ შესაბამისად ესა თუ ის ტესტი დაწეროს. ამ ტესტში მომზადებას რაც შეეხება, ჩვენთან კურსები არის ფასიანი, საერთაშორისო განათლების ცენტრი წელიწადში ორჯერ გვთავაზობს ინტენსიურ კურსებს, შემოდგომასა და გაზაფხულზე. კურსის ინსტრუქტორი ვარ პირადად მე. და კურსს წარმართავ მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარე. თუ ჩვენ გვეჩქარება და დროში ვართ შეზღუდული, მაშინ შესაძლოა გავაკეთოთ ინტენსიური კურსი, რომელიც მიზანმიმართული არის პრაქტიკულ უნარებზე, აი საგამოცდო უნარებზე და არა ვთქვათ ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებაზე, ხო? გამოცდა ვარდება შემოდგომაზე, შემოდგომისთვის უკვე უნდა გქონდეს ფულა, რომ დროულად გავაგზავნოთ ეს ფულა შესაბამის სასწავლებელში. თავად ტესტი არის ფასიანი, აი ეს არიციან ხოლმე მოსწავლეებმა და მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ თითოეული ეს ტესტი, რომელიც მე ჩამოვთვალე, ინგლისური ენის სტანდარტული ტესტი არის ფასიანი, განსხვავდება ფასები რა თქმა უნდა, ამის მოძებნა შეიძლება ინტერნეტში, ფასიანია და მისი დაწერა შესაძლებელი არის საქართველოში რამდენიმე ოფისში, ჩვენი ოფისი საერთაშორისო განათლების ცენტრი არის ერთ-ერთი, რომელიც არსებობს დიდი ხანია უკვე და მე ყველას ვურჩევ ხოლმე, რომ აი დროულად დარეგისტრირდნენ, რომ ჩაეტიონ ბადებში და დაწერონ ეს ტესტი. ტესტის პასუხები მოდის ხოლმე 8-10 სამუშაო დღეში და აი მნიშვნელოვანია გათვალონ აპლიკაციის გაგზავნის ბოლოვადა და ტესტის მიღების დრო. რომ მოიტოვონ მაგალითად ერთი დამატებითი დღე, როცა თუ ვთქვათ პირველი შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი, მეორედ შეძლოს მოსწავლემ გამოცდაზე დასვლა. აი ამ ტესტების შემდეგ უკვე ჩვენ ვაგზავნით განაცხადს, ტესტის ფულას და შესაბამისად შევსებულ განაცხადს უნივერსიტეტში. შემდეგ უკვე მომდევნო ეტაპი შეიძლება იყოს გასაუბრება, ან შეიძლება იყოს დამატებითი ესეების თხოვნა უნივერსიტეტიდან, ან შესაძლებელია უკვე გადავიდეს სხვა ეტაპზე.
დაფინანსების და სტიპენდიის ნაწილზეც რო ვისაუბროთ, ხშირად ბევრი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ეს ასე ვთქვათ, საზღვარგარეთ სწავლა არის მდიდრებისთვის. თუმცა დარწმუნებული ვარ, არსებობს შესაძლებლობები, რაც ეხმარებათ ახალგაზრდებს, რომ დაფინანსება და სტიპენდია მოიპოვონ. რა შესაძლებლობები აქვთ ამ კუთხით და თქვენი ჩართულობა როგორია, თქვენი ორგანიზაციის როლი? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და აუცილებელი არის, რომ ამაზე ინფორმაცია გქონდეს თითოეულ მოსწავლეს. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების სასწავლებლები არ არის მხოლოდ შეძლებული ოჯახებისთვის, ხო? დაფინანსებები, რომელსაც გასცემს ეს სასწავლებლები, სწორედ მიზანმიმართულია იმ ბავშვებისთვის, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, რომ ამა თუ იმ უნივერსიტეტში ისწავლოს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მოსწავლეს, ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია განაცხადის შევსება და დაფინანსების მოპოვება, თუ მას აქვს მიზანი და თუ არის მონდომებული, ხომ? დაფინანსების მოპოვება არის სრულიად შესაძლებელი ნებისმიერი მოტივირებული ახალგაზრდისთვის. მთავარია კიდევ ერთხელ ამბობ მიზანდასახულობა, სწორი დაგეგმვა და მიყოლა აი ამ საკუთარი გეგმის. ხო, არსებობს ორი ტიპის დაფინანსება, არის საჭიროებაზე მორგებული დაფინანსება და არის აუცილებლად მიღწევაზე მორგებული დაფინანსება, ინგლისურად თუ ეძახით need-based, merit-based scholarships. არის ხოლმე შემთხვევა, რომ უნივერსიტეტი გვთავაზობს ან ერთს, ან მეორეს, ან ორივეს კომბინირებას. აი თუ კი გვაქვს კომბინაცია, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელი არის 100%-იანი დაფინანსების მოპოვება. ანუ რომ კარგად რომ განმარტოთ need-based, ეს არის საჭიროება, ხო, ანუ რამდენად აქვს მოსწავლეს საჭიროება, რომ უნივერსიტეტმა დააფინანსოს, რატომ უნდა დააფინანსოს, მეორე merit-based, რამდენად იმსახურებს დაფინანსებას მისი აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე. შესაძლოა იმდენად კარგი მოსწავლე იყოს, რომ არ ქონდეს გათვლილი უნივერსიტეტს მაგალითად 100%-იანი დაფინანსება, მაგრამ მოსწავლის აი ამ ღირსებებმა, ესე ვთქვათ, აკადემიურმა მხარემ მოხიბლოს უნივერსიტეტი და მან ჩათვალოს, რომ უნდა ეს სტუდენტი მის სასწავლებელში შესაბამისად გასცეს 100%-იანი დაფინანსება. ჩვენ ამისი პრეცედენტები ნამდვილად ბევრი გვაქვს. და ამ პრეცედენტებიდან გამომდინარე, გაიხსენებდით თუ არა წარმატებულ აბიტურიენტების ისტორიას და ძირითადად რა იყო მათი მთავარი წარმატების ფაქტორი? კი ბატონო. საქართველოს მასშტაბით უამრავი წარმატების ისტორია გვაქვს, მათ შორის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით მოხვედრის, ჰარვარდის, კოლუმბიის, პრინსტონის უნივერსიტეტებში. თუმცა ჩვენთვის, ახალციხელებისთვის ალბათ ორმაგად სასიხაულო და აღსანიშნავია ჩვენი მხარის წარმატების ისტორიები. ახალციხიდან საკმაოდ ბევრი მოსწავლე სტუდენტი გვყავს, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების სასწავლებლებში სწავლობს. უმაღლეს სასწავლებლებში გავიხსენებდი ორ გოგონას, რომლებიც არიან მინერვას უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით. ასევე გვაქვს საოცარი წარმატების ისტორია ასპინძიდან რატის, რომელიც სწავლობს ნიუ-იორკის საავიაციო სკოლაში, ის ჩაირიცხა საუკეთესო დაფინანსებით. გვყავს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კოლუმბიის უნივერსიტეტის, ასევე სხვადასხვა სათემო კოლეჯების წლევანდელს გავიხსენებ, წელს ვალედან გვყავს არაჩვეულებრივი გოგონა ანკა ხიქარიშვილი, რომელმაც სრული დაფინანსება მოიპოვა სენ ჯოზეფის უნივერსიტეტში და ამ წლის სექტემბრიდან, ანუ შემოდგომის სემესტრიდან იწყებს სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ძალიან სასიამოვნო ჩემთვის ამ ახალგაზრდების წარმატება და ბოლოს კი რომ შევაჯამოთ, რჩევები მათ, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ან აქვთ გარკვეული შიში, აი ამ გზას რო დაადგნენ, რას ურჩევდით მათ და რა იქნებოდა პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადადგან? კი ბატონო, ცოტა ესე შეჯამებასავით რომ გავაკეთოთ, ხომ? რამდენიმე კონკრეტულ კომპონენტზე გავამახვილებ ყურადღებას, თან შევაჯამებთ და თან мотиваციას მივცემთ ახალგაზრდებს. საქართველოს მოსწავლეების უმრავლესობა, ხო, ამერიკის სასწავლებლებში სწავლობს მნიშვნელოვანი დაფინანსებით. ესე არ არის, რომ მაგალითად, ან ძალიან იშვიათია, რომ თავად იხდიდეს სრულ გადასახადს მოსწავლე ამერიკაში. ძალიან დიდი კონკურენციის გავლა უწევთ მოსწავლეებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი ლიდერობის აკადემია, რომელიც თავშივე ვახსენე, რომ მათ სწორი და ხარისხიანი განაცხადის წარდგენა შეძლონ. ჩვენ ლიდერობის აკადემიაში მიღებას ვიწყებთ ხოლმე დეკემბერ-იანვრიდან, ცხადდება აპლიკაციები და ვურჩევ ყველა მოსწავლეს, რომ დროულად შეავსოს, რადგან არის ძალიან კონკურენტული და გვყავს საშუალოდ 100-150 მოსწავლე ყოველწლიურად, რომელსაც გადავამზადებთ ხოლმე 9 თვის განმავლობაში, როგორც უკვე ვახსენე, ამ კონკრეტულ ეტაპებზე, რომ სწორედ შეავსონ განაცხადი.
ეს მნიშვნელოვანი კომპონენტები, რაც მინდა რომ ჩამოვთვალო, იმისათვის რომ გახდე კარგი აპლიკანტი, ხო? ეს არის ნიშნების ფურცელი, როგორც უკვე ვთქვით, მე-9 კლასის ზემოთ განათლების ზედა საფეხურზე, სკოლის დონეზე მნიშვნელოვანი არის აკადემიური წარმატება. ამერიკის უმაღლეს სასწავლებელს უნდა მრავალმხრივი ინტერესების მქონე ახალგაზრდები, ამიტომ ყველა საგანში უნდა გქონდეს კარგი მიღწევა და არა მხოლოდ ერთ ან ორ საგანში, ხო? მეორე ეს არის ინგლისური ენის ცოდნა და ვიტყვი რომ კარგი ის რომ საქართველოში გაზრდილი არის ინგლისური ენის სწავლების დონე და საკმაოდ კარგად ფლობენ ენას ჩვენი ახალგაზრდები, ეს გარკვეულწილად აადვილებს პროცესს. რადგან საჭიროა ამ სტანდარტული ტესტების ჩაბარება, ხო, რომელიც ეხან ზემოთაც ვახსენეთ. ეს ჩვენი მოსწავლეები კარგად უწევენ კონკურენციას სხვათა შორის, საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს, ვისაც იგივე სურვილები აქვთ და თქვათ იგივე სასწავლებელში აგზავნიან განაცხადს. მათ უწევთ ტესტის ჩაბარება. ამერიკაში არის 1000-ზე მეტი კოლეჯი და არსებობს კოლეჯები, რომელიც გეძებს შენ, ანუ მას ჭირდება კონკრეტული უნარების მქონე მოსწავლე. ამიტომ სწორედ უნდა შეერჩეს კოლეჯი, სწორედ უნდა ავარჩიოთ, აი არის ხოლმე მოდის მოსწავლე და მეუბნება, რომ აი ჰარვარდში მინდა ჩაბარება, ან კოლუმბიაში მინდა ჩაბარება, დავჯდებით და ვიწყებთ ნოლიდან. მოდი განვიხილოთ რა უნარები გაქვს, რა შეგვიძლია და ამის შემდეგ გადავწყვიტოთ, იქნებ ისეთი კოლეჯი არსებობს, რომელსაც შენ ჭირდები და არა პირიქით, ხო? ასე რომ მე-9 კლასიდან საკმაოდ კარგი დრო გვაქვს იმისათვის, რომ მოვემზადოთ ინგლისურ ენაში, ავამაღლოთ ჩვენი ინგლისური ენის დონე, რათა მივიღოთ კარგი ქულა TOEFL-ის და ნებისმიერ სხვა სტანდარტულ ტესტში. ასევე აქტივობები, რომელიც ზემოთაც ვახსენეთ, ხო, აქტივობები არის ის, რაც განასხვავებს მოსწავლეებს ერთმანეთისაგან და მასში ჩართვა ნიშნავს, რომ შენ ხარ პიროვნება, ადამიანი, რომელსაც გაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, გაქვს კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების უნარი, ხომ შეგიძლია თანამშრომლობა სხვადასხვა ადამიანებთან, განსხვავებულ პიროვნებებთან, რაც პროექტებიდან ჩანს, როცა ვავსებთ განაცხადს და ვუთითებთ აპლიკაციაში ჩვენს მონაცემებს, ხომ აქტიურობს, აქ პროექტებიდან ჩანს უკვე შენ რა უნარები განევითარე. აჩვენებენ, რომ აქვს 21 საუკუნის უნარები. ეს უნარები ყველა არის სავალდებულო ამერიკის სასწავლებლებისთვის. მათი დაგროვება ხდება მე-9 კლასიდან. ამიტომ ჩვენ თუ გსურთ რომ ამერიკაში უნდა ვისწავლოთ, მე-9 კლასიდან თადარიგი უნდა დავიჭიროთ, რომ განევითაროთ ესა თუ ის უნარები. ასე მეოთხე ეს არის სარეკომენდაციო წერილი. ზემოთაც ვახსენე და კიდევ გავიმეორებ, რომ აუცილებელია რომ სარეკომენდაციო წერილს შორისა და აქტივობებს შორის იყოს თანხვედრა. ხშირია ხოლმე რომ მე მომართავენ სარეკომენდაციო წერილისთვის, მას შემდეგ რაც 1-2 კონსულტაცია გაიარეს ჩემთან. მე არა ვარ მეგობრებო ის ადამიანი, ვისაც უნდა სთხოვოთ სარეკომენდაციო წერილი, რადგან მე უბრალოდ ვარ თქვენთვის ადვაიზერი, მრჩეველი და თქვენ გჭირდებათ ადამიანი, ვინც გიცნობთ, ვინც გაკვირდებათ. შეიძლება ეს იყოს სკოლაში თქვენი დამრიგებელი, როგორც თქვი კლასის, შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი, შეიძლება იყოს სასწავლო ნაწილი, რომელსაც უნახია თქვენი სამუშაო პროცესი უნახავს. შეიძლება იყოს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში კოორდინატორი, წარმომადგენელი, რომელიც გაკვირდებოდა შენ მუშაობის პროცესში, ხო? ლექტორი უნივერსიტეტში თუ თქვა შემდეგ ეტაპზე ვგზავნით საბუთებს. შესაბამისად, თქვენ უნდა სწორედ შეარჩიოთ პიროვნება, ვინც თქვენზე გასცემს რეკომენდაციას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიაწოდოთ ინფორმაცია რეკომენდატორს, რაზე გინდათ, რომ მან ყურადღება გაამახვილოს, თქვენს რომელ მხარეზე. თქვენ გჭირდება საბოლოო ჯამში 3 რეკომენდაციის წერილი და სამივე რომ იგივე შინაარსის იყოს, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, ხო? ჯობს მრავალფეროვნება ჩანდეს აი ამ რეკომენდაციებში. თქვა ერთში ჩანდეს რომელიმე ერთ კონკრეტულ ღონისძიებაში თქვენი აქტივობა, მეორეში ჩანდეს მეორე, თქვა სხვა უნარები და მესამეში კიდევ უფრო დამატებითი ინფორმაცია. აი ამას მიაქციეთ ყურადღება და ბოლო ეს არის ფინანსური დახმარება, ბოლო კომპონენტი, ხო რაც გჭირდება და უნდა გავითვალისწინოთ. არის ხოლმე შემთხვევა, რომ შეიძლება მოსწავლე არ ეძებდეს სრულ დაფინანსებას და ნაწილობრივი დაფინანსებაზეც იყოს თანახმა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მშობლები უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში, უნდა ვიცოდეთ რა თანხის შემოთავაზება შეუძლია ოჯახს, თუ არ ვითხოვს სრულ დაფინანსებას, რომ სწორი თადარიგი დავიჭიროთ და შესაბამისი სასწავლებელი მოვიცით. ბატონო და აი ბოლოს თქვენი აზრი მაინტერესებს, რატო იზრდება ახალგაზრდების ინტერესი უშუალოდ ამერიკული განათლებასთან დაკავშირებით?
დიახ, იზრდება ნამდვილად ძალიან იზრდება. მე თვითონაც ვამჩნევ, რომ ამდენი აპლიკანტი ახალციხიდან, სამცხე-ჯავახეთიდან ჩვენ აქამდე არ გყოლია, ყოველ წელს იზრდება მათი რაოდენობა. წელს ყავდა 16-ზე მეტი მოსწავლე, რომლებმაც შეავსეს განაცხადი და ეს არის რეკორდული მაჩვენებელი ჩვენი რეგიონისთვის. ალბათ იმიტომ, რომ მათთვის უკვე ხელმისაწვდომი არის ინფორმაცია ამერიკული განათლების სისტემის შესახებ. ხედავენ წარმატებულ კურსდამთავრებულებს, რომელსაც აქვთ პროფესია და არიან დასაქმებულები შესაბამის სფეროში, კარგად დასაქმებულები და უჩნდებათ სურვილი უკეთესი მომავლის, ხო, რაც ნამდვილად მისასალმებელი არის. თუმცა, რასაკვირველია, მე ვისურვებდი და მთავარი ამოცანაც ალბათ არის ის, რომ დაუბრუნდნენ ჩვენს ქვეყანას, დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში და ეს მიღებული ცოდნა განათლება მოახმარონ საკუთარ ქვეყანას. ძალიან დიდი მადლობა ამ მომწურავი და საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. ვიმედოვნებ, რომ უკვე მეცხრე-კლასელები დაიწყებენ ამ საკითხს და ფიქრს და დროულად დაიჭერენ თადარიგს. მინდა წარმატებები გისურვოთ, როგორც თქვენ, ასევე თქვენი ცენტრის ასე ვთქვათ, სერვისების მიმღებლებს და ვიმედოვნებ, რომ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა უფრო მეტად კიდე გააქტიურდება მსგავსი მიმართულებებით.იანა, ძალიან დიდი მადლობა. შემაჯამებელი სიტყვა, ეს თქვა წინადადებას ვიტყვი, რომ წარმატებებს ვუსურვებ ყველა იმ მოსწავლეს, ვისაც სურს ამ გზის გავლა. მინდა აღნიშნო, არ მიიხსენებია, რომ ჩვენთან კონსულტაცია არის სრულიად უფასო და ნებისმიერ დროს შეუძლია ნებისმიერ მსურველს რომ მოგმართოს. ჩვენი ოფისი მდებარეობს ახალციხის უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. ასევე შეგიძლიათ მოგზაუროთ Facebook გვერდზე Education USA Georgia, ეს არის ჩვენი Facebook გვერდი, იმას დაალაიქებთ და მიიღებთ ყველა განახლებულ ინფორმაციას და თქვენს გვერდით ვართ. ნებისმიერ დროს თუ გადაწყვეტთ თქვენ რომ გსურთ ამ გზის გავლა, იცოდეთ რომ ჩვენ აქ ვართ. დაგემშვიდობებით ნანა, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. მე კი გამშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე. გადაცემა მომზადებულია ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლიბიის საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადანეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე.